პატივისცემით მიუმართავთ ყველა მოქალაქეს, ყოველ მამულიშვილს, საზოგადოების ყოველ წევრს, ჩვენს ემიგრანტებს, ახალგაზრდებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვნების მოღვაწეებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, სპორტსმენებს, ყველას, ვისთვისაც ფასეულია ფიქრი ქვეყნის მომავალზე. დაეთათბირეთ, ვისაც გნებავთ ხელისუფლებაში თუ ხელისუფლების გარეთ. დაეთათბირეთ ოჯახის წევრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანაკლასელებს, თანაკურსელებს, თანამშრომლებს. დაეთათბირეთ ყველას, მიუხედავად იმისა, რა ეროვნებისა, რა ასაკისა, რომელი აღმსარებლობის მიმდევარია, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს და გვითხარით, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება. ეს ეხება არა მარტო ცენტრალურ რგოლებს, არამედ ყველა სახელისუფლებო შტოს, მთელ ვერტიკალს. თითოეულმა დავასახელოთ რამდენიმე პიროვნება, არა უმეტეს 10-ისა. დავასახელოთ მომავლის საქართველოსადმი უდიდესი პასუხისმგებლობით, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლისადმი პასუხისმგებლობით. დავასახელოთ იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენ დიდი წარსულის, მძიმე რეალობის, მაგრამ წარმოუდგენლად დიდი მომავლის ქვეყნიდან ვართ და იმის გაცნობიერებით, რომ საქართველოს დიდი საკაცობრიო სულიერი მისია აქვს შესასრულებელი. როგორც ამას მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნენი ამბობდნენ და ამბობენ დღესაც. 4 რამ, რაც აუცილებელზე აუცილებელია კანდიდატურის დასახელებისას. ინტელექტი, ენერგია, გამბედაობა, წესიერება. იმის ხაზგასმასაც ვაკეთებთ, რომ წესიერება უმთავრესი, რომ წესიერების გარეშე ინტელექტი და გამბედაობა დამანგრეველი ხდება. ქვეყანას სჭირდება ადამიანები, რომლებშიც არის ძველი და ახალი ცოდნის ერთობა. ადამიანები, რომელთაც სიცოცხლის ფასად შეუძლიათ დადგნენ საქართველოსთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტში ყველა რეგიონს ყავდეს თავისი წარმომადგენელი. თავისი წარმომადგენელი ყავდეს ყველა ეთნიკურ ჯგუფს, ყველა თაობას, ყველა პროფესიას. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი. რომ მსოფლიო პარლამენტარიზმის გამოცდილების გათვალისწინებით პარლამენტში სჭარბობდნენ გამოცდილების მქონე ადამიანები. სჭარბობდნენ ეკონომისტები, იურისტები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, სისტემური აზროვნების ადამიანები. თავი უნდა შევიკავოთ პარტიიდან პარტიაში მორბენალთაგან და მოღალატური ბუნების ადამიანებისგან. მათგან, ვინც ოდესმე ხელი აუწია გარედან თავსმოხვეულ ანტიქართულ კანონებს. ჩვენ ერთგული უნდა ვიყოთ ილია ჭავჭავაძის სიბრძნის. ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. და კიდევ ერთი, რაც მთავარია, საქართველოს მომავალს სწორედ ის ადამიანები მისცემენ, რომელთაც კარგად ესმით ილიასეული დებულება. ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. კარგი მაგალითი მოგცა ამ დღეებში ცნობილმა აკადემიკოსმა, რომელსაც ერთი თვის წინ მთხოვეთ, მოეწოდებინა სია 10-მდე ადამიანისა, რომელთა გარეშეც ვერ წარმოუდგენია ქვეყნის ხელისუფლება. მან დამატებით ერთი თვე გთხოვა და ისიც გვითხრა: შეიძლება ჩემს სიაში 7-8-ზე მეტი პიროვნება არ იყოსო. აი, პასუხისმგებლობა. თუ თითოეული ჩვენგანი ასეთი პასუხისმგებლობით მივუდგებით, ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ ქვეყანაში პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და გადავიდეთ მეცნიერების ერაში. ჩვენ შევძლებთ დღევანდელი ფულის ძალაუფლების ქვეყნიდან საქართველოს ვაქციოთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყნად.
ჩვენ შევძლებთ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციას. ასეთ ქვეყანაზე ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები. დღეს ეს ამოცანა განსაკუთრებული სიმწვავით დგას. შედეგი თითოეულის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ჩვენი სამშობლოს ისტორია ადასტურებს, რომ ღმერთი მხოლოდ მაშინ არის ჩვენთან, როცა ვერთიანდებით ეროვნული იდეით, როცა ერთმანეთს კი არ ვებრძვით, არამედ ვერთიანდებით საერთო მტრის წინააღმდეგ. ფეხბურთელებმა დაგვარწმუნეს, რომ ერთობა ავლენს ეროვნულ ენერგიას. დრო იმაშიც გვარწმუნებს, რომ პარტიები გაერთიანებებს ქმნიან, ქვეყანას კი ანაწევრებენ. ქვეყანაში ერთმანეთთან გვაპირისპირებენ. მეცნიერთა კონგრესის პოზიცია კი შეუვალია. დღეს ქვეყნის ღალატი სტოლფასია უარი ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეაზე. თუ პარტიები გააგრძელებენ სიჯიუტეს, დაპირისპირებასა და კონფრონტაციას, გამარჯვების ფორმულად ხალხის და მეცნიერების ერთობა გრჩება. ერთად გავიმარჯვოთ მომავლის საქართველოსთვის. მეცნიერთა კონგრესის ამ პოზიციას დიდი მხარდაჭერა აქვს. უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. აშკარაა, რომ ხალხი დაიღალა პარტიული ძიძგილაობით. ხალხი დარწმუნდა, რომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტი საინტერესო ადამიანია მომავლის საქართველოსთვის, ვიდრე პარტიებში. კარგია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიხვდა, რომ პარტიების პარტიული პარლამენტი ამ ეტაპზე კონფრონტაციის გაგრძელება იქნება. რომ ქვეყნის გამარჯვების ფორმულა ხალხისა და მეცნიერების შეერთებაშია. მეცნიერულ პროგრამებთან ხალხის დაკავშირებაშია. პირველი შემოთავაზებები მართლაც რომ იმედიანია. 400-მდე ადამიანმა გაგვიზიარა საკუთარი მოსაზრება. დასახელებულია 700-ზე მეტი კანდიდატი. ბედნიერებაა, რომ წარმოდგენილია ყველა თაობა, თითქმის ყველა რეგიონი. აშკარად იკვეთება პატივისცემა პროფესიონალიზმისადმი, გონება დამჯდარი ადამიანებისადმი. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ იქმნება დიდი ერთობა, რომლის საყრდენებად იქმნება ნიჭიერება, გამოცდილება, პატიოსნება, სულიერება, ერთგულება ეროვნული იდეისადმი. პრეზიდენტობის კანდიდატად ყველაზე მეტი ხმა ბატონ ლადო ჭანტურიას აქვს. ის მართლაც საქვეყნო კაცია, დიდი გამოცდილებით. ამჟამად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ვაქვეყნებთ იმ პიროვნებათა სიას, რომელთაც დღის მდგომარეობით ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღეს პარლამენტში არჩევისათვის. ლადო პაპავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. რამაზ გახოკიძე, აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ზურაბ ხონელიძე, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორია, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. ქურამ ქართველიშვილი, მწერალი, რეჟისორი, სატელევიზიო სერიალის გააგრძელე საქართველოს ისტორია ავტორი. დემურ გიორხელიძე, ანალიტიკოსი, მეცნიერების დოქტორი. ნიკოლოზ ჩხეიძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი. ერეკლე შონია, მეცნიერთა კონგრესის სპიკერი. გია კვაშილავა, მეცნიერების დოქტორი, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი. კახა შენგელია, მეცნიერების დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, მსოფლიოს უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. გიორგი თანდილაშვილი, ახალგაზრდა ფერმერი. ანა ძაძამია, ახალგაზრდა პედაგოგი, სტუდენტური პარლამენტის სპიკერი. დავით გალეგაშვილი, მეცნიერების დოქტორი, საბანკო საფინანსო სისტემის რეფორმირების და სოფლის აღორძინების პროგრამების ავტორი.
ლუკა კაზანჯი, ახალგაზრდა იურისტი, ტაო კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი, ფაზისის აკადემიის წევრი, მითოგენური ექსპერიმენტული აზროვნების სისტემის ავტორი, ალექსანდრე კასრაძე, სოციალური დიზაინერი, პროგრამის ეკოსოფელი ავტორი, ზურაბ ქუნსიაშვილი, ექიმი, მეცნიერების დოქტორი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შექმნის პროგრამების ავტორი. კანდიდატურების დასახელება გრძელდება. მადლობა ყველას, ვინც ჩაერთვება ამ პროცესში. შემდგომი სია გამოქვეყნდება 15 ივლისისთვის, საბოლოო კი 5 აგვისტოსთვის. ამოცანა ძალიან კონკრეტულია. საქართველოს პარლამენტში საჭიროა ხალხის განწყობის გამომხატველი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალი იქნება შურიზიებისგან და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებისგან. მეცნიერთა კონგრესი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ დღეისათვის არის რამდენიმე პარტია, რომელთაც უარი თქვეს საკუთარი პარტიებისთვის ბრძოლაზე. გაიზიარეს მეცნიერთა კონგრესის კონცეფცია ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნის თაობაზე. იზიარებენ მეცნიერთა კონგრესის პროგრამებს ქვეყანაში სისტემური ცვლილებების თაობაზე. ეს პარტიებია თეთრები, მამული, ქართველ ნაციონალისტთა ერთობა. შემოერთების პროცესი გრძელდება. ჩვენ მათთან ერთად ვთანხმდებით, რომ თუ საპარლამენტო პარტიები უარს იტყვიან ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნაზე და გააგრძელებენ ბრძოლას პარტიული ინტერესებით, მაშინ ჩვენს მიერ დასახელებული პარტიები მეცნიერთა კონგრესის კრიტერიუმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს და რადგან კანონმდებლობა სხვა უფლებას არ იძლევა, პარტია თეთრებს სრულად დაუთმობენ მეცნიერთა კონგრესს. ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება დიდ მამულიშვილთა მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანია ქართულ ტევესთან. მეცნიერთა კონგრესის გადაცემები დაგეგმილია ყოველ სამუშაო დღეს, სამშაბათს და პარასკევს 15 საათზე, ხოლო ორშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს 16 საათზე. უყურეთ და სხვასაც ურჩიეთ, რომ უყურონ ტელეკომპანია